სადამდეც მივუშვებთ იქამდე მივადა მე სულ ვიმეორებ ხოლმე რომ რასაც ეს დარბევები და ეს სისასტიკე და დაპატიმრებები რომელიც რაც ამათ დაიწყეს ეს მოგვენატრება ძალიან მალე ჩვენ თუ არ გავუძალიანდეთ და თუ არ ვიყავით მკიცენი მათ შორის და აუცილებლად ასე ყოველდღიური რეჟიმში რუსთაველზე შეკრებებით თუ მარშებით იმიტომ რომ შეიძლება ეს არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის მაგრამ ამ პროტესტის ყოველდღიური საპროტესტო პოტენციალის ხელის გულზე რომ არის ხო ამის ჩვენების გარეშე სხვაც არაფერი არ მოხდება და თუ მოხდება გაცილებით ნელი ტემპებით ვიდრე ჩვენ ახლა ხედავთ ხომ მე გულისხმობ აქ არა მარტო საგარეო ამბებს საერთაშორისო მხარდაჭერას და საერთაშორისო არაღიარებას პირველ რიგში ამ ხელისუფლების თვითმარქვია ხელისუფლების და არა მხოლოდ სანქციებს თვითონ შიგნით თავარი რაც არის აი ჩვენ გვაქვს თქვა ტარანის როლი ტარანს რა თქმა უნდა თევზს არ გულისხმობ საბრძოლო ტარანი რომელსაც ურტყავ ალაყავს თუ ჭიშკარს გალავნის შესაძლოა როცა იქნება მოირღვება და ჩამოინგრევა ის ჭიშკარი ეს არის ჩვენი ყოველდღიური აქ ყოფნა და ჩვენი მე არ მაქვს არანაირი ილუზიები მათ შორის არც ვადებზე რომ აი ხვალდაზე რაღაცა შეიცვლება ასე სამწუხაროდ ასე ხო, ნამდვილად ასეა, რა თქმა უნდა, ძნელია პროგნოზირება იმისი, როდის დაიხევს ეს რეჟიმი უკან, მაგრამ თუმცა არ მგონია რომ ძალიან დიდი ხანიც გაძნონ, იმიტომ რომ იცლება სისხლის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიზნესმენების შეკრება, ხო 2500-მდე ბიზნესია, როგორც ვიცი, რომლებიც შეუერთდნენ ამ პროტესტს და გასაგებია რომ მათ თავიანთი ბიზნეს პერსპექტივებიც გათვალეს და ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მანამდე ბიზნესი არც არსებულა საბჭოთა კავშირის პერიოდში და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2500 კი არა 20 ბიზნესმენი არ გამოძებნილა რომელიმე ხელისუფლებას რომ დაპირისპირებოდა ან თუნდაც შეკამათებოდა რაიმე ფორმით თუნდაც არა პოლიტიკურ ეკონომიკურ საკითხებზე ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენამდე რაღაც ტყუილმართალი ინფორმაციები შეიძლება ხელისუფლებიდანაც ჟონავს, მაგრამ ჩვენ კიდე არ ვიცით რა ხელაბზარები ჩდება შეგნის შეუძლებელია რომ არ ჩდებოდეს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ხო არავინ არ ჭირდება ეს თავისი მონები და სათამაშოები. მას საერთოდ არ ადარდებს მათი ბედი რა და ეს ჩაყოლა აღარავის უნდა ერთი ასაკოვანი პიტეკანთროპსო გადახუნენ ყველას თავისი ოჯახი და ამ ხალხს ერი არ უყვარს და სამშობლო არ უყვარს და ხალხი არ უყვარს, თორე თავისთავი უყვართ. თავისთავზე გიждდებიან ეს ნაზირლები და არც იმათ არ უნდათ არც სანქცია და არც მით უმეტეს კიდე რაღაც უფრო მეტი თუმცა ეს სანქციები კიდევ უფრო აქტიურად ემუქრება ბიძინა ივანიშვილს და ამის ყოველდღიური ინდიკაციები არის. მე მინდა აუცილებლად გკითხოთ აი დათას და დათოსაც ვეუბნებოდი რომ რაღაც შერჩევითად ყავთ ადამიანები დაკავებული, ხო? ყველაზე ნათელი, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე უმციკლო რეპუტაციის ადამიანები აიყვანეს ტყვედ და ჩასვეს ციხეში. მე მზია ამაღლობელის წერილის ნაწყვეტით წავიკითხე, სადაც ის ამბობს, რომ სიცოცხლეზე ღირებული არის თავისუფლებაო. რის მიხედვით არჩევენ? აი რა სიტყვით თქვენ ზვიად? ძალიან ძნელია ადამიანური საზომებით და ლოგიკით იმავე ტყუპტვინებში რა იხარშება იმას ჩავწვდეთ, მაგრამ ფაქტია ჩანს რომ შერჩევითად არის. შეიძლება დაპატიმრებისას ძალიან ბევრს აპატიმრებენ, მაგრამ ზოგს უშვებენ და ვისაც ტოვებენ უმეტეს შემთხვევაში ეს არის საჩვენებელი, იმიტომ რომ აქ ხო რაიმე დანაშაულზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია, ვინმეს დანაშაულზე და დამნაშავე არის პირიქით ხელისუფლება და პოლიცია და სპეცრაზმი ყოველთვის და ყველგან, მაგრამ ერთ და იგივე მუხლით ასამართლებდნენ ხო ყველას. მერე დაიწყეს უკვე სისხლის სამართლის ის შემოიტანეს და ჩემ დროს მაგალითად მე რო დამაპატიმრეს მაშინ შედარებით ის ჰქონდათ ადმინისტრაციული წესით აპატიმრებდნენ რაღაცებს ვია, რა თქმა უნდა საჩვენებელია, რა თქმა უნდა სამაგალითოა. საუკეთესო პირველ რიგში ახალგაზრდებს ვითხოვდი ჩემი მხარდაჭერას და დიდი პატივისცემა ქალბატონ მზიას, მე დღეს არ გამიგია ბევრის მსგავსად მისი სახელი და ვიცი დასაკეთებდა
ძალიან 25-30 წლის მანძილზე დაახლოებით ხო რამხელა სამუშაო აქვს ჩატარებული ამ ქვეყნის გაუმჯობესებისათვის და მაგრამ აი ეს ახალგაზრდები ერთმანეთზე უკეთესი ყველაზე გამორჩეულები და ლამაზები წაასხეს ციხეში ამ ერთი პიტეკანტროპი გადაბორებული ავადმყოფი კაცის მსხვერპლად სირავე ყველაზე ლამაზ და ყველაზე ხოჩახ და ყველაზე მომზადებული და გაცთავარია პრინციპულ ახალგაზრდებს ეს არის საშინელება ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ ხო აქ ხო ჩვენ ხო მარტო მომავალზე აღარ ვლაპარაკობთ და თუნდაც ევროპულ ორიენტაციაზე და რაღაც ინსტიტუციებში გაერთიანებაზე სამომავლოდ ლაპარაკი არის ამ ქვეყნის რაობაზე რომელსაც ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება ეს საფრთხე კი არ ემუქრება საფრთხე არის დამდგარი და ემუქრება კატასტროფა ესენი თუ მოძლიერდნენ ამათ თუ ამოისუნთქეს არავინ აღარ გვაკმარებს მე არც ცემას თუნდაც ყველაზე სასტიკი მეთოდებით და არც დაჭერას და თუნდაც არც იმ ფარს სასამართლებს აღარავინ მოაწყობს ესენი გადავლენ ხალხის ხოცვა ჟელეტვაზე და ხელები ეკავებათ ბიზინა ივანიშვილი არის მანიაკი მას უნდა სისხლი ვერ ბედავს არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდია ალბათ უფრო ცუდია მაგრამ ის არის შიშარა კაცი და ვერ ბედავს იმიტომ რომ იცი საქართველოს არა მართლა რუსეთი ხო არ არის იცის რა ტალღაც მოყვება ამ ყველაფრის თორემ ერთი წამი არ დაფიქრდებოდა ხელი არავის აუკანკალდება აქ ხო ის პოლიციის საქციელზე როგორი ჟინით და ვნებით უთხოვენ ადამიანებს რაც უფრო ახალგაზრდა მით უმეტეს გოგონებს ქალებს ხო ტკბებიან სიამოვნებთ ესენი მანიაკები არიან მართლა მე არ ვიცი ამ რაღაც პრეპარატებს აძლევენ ათრობენ თუ რაღაც სინჯარაში გამოზარდეს ეს ჯიში არა ადამიანების მაგრამ ფაქტია ბევრმა გავიარეთ მეც გავიარე აი მე რომ მთელი მართლა ჯარი მივტყავდა იქ ამ ძალიან მაღალი მოთხოვნილება იყო და ვერ დავაკმაყოფილეს სრულად იც და მიმიში გამატარე დამარტყმებინე იყო თავიდან ბოლომდე ჯეჭინაძის ქუჩის თავიდან მის ბოლომდე ყველას უნდოდა თვითონ ციხლი შემოეწია ეს ხო ავადმყოფები არიან არა ეს